ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ასამბლეის თანამომხსენებლები დღეს პროტესტულ ოპოზიციურ პარტიებთან მართავენ შეხვედრებს. ამ წუთებში ევროპული დელეგაცია პარტია ლელოს ხვდება, მანამდე კი შეხვედრა გაიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პარტია ახალის ლიდერებთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ქართული ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ და პროტესტულ ოპოზიციასთან შეხვედრებზე ქვეყანაში მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით მსჯელობენ. შეხვედრების დასრულების შემდეგ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები სასჯელ ახსნების დაწესებულებაში ოლიგარქიული რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეებს მოინახულებენ. ნინო სამყურაშვილი გვერდება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში გისმენთ ნინო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები ამ დროისთვის ხვდებიან ლელოს წარმომადგენლებს, იქამდე კი შეხვედრები გაიმართა როგორც კოალიციას ცვლილებებისთვის ლიდერებთან, ასევე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან და რა თქმა უნდა მთავარი საკითხი არის ის, რომ ეხლანდელი კრიზისი, რომელიც შეიქმნა არჩევნების შემდეგ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები. დღეს ჩვენთან პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ ევროსაბჭოს მომხსენებლებს არ აინტერესებთ ის, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, რადგანაც ძალიან კარგად იციან ის პროცესები, რომელიც განვითარდა ქვეყანაში 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როგორ გააყალბდა არჩევნები და შეიძლება ითქვას მათი თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარც კი არსებობს. ახლა საუბარი მიდის იმაზე, როგორ შეიძლება იყოს გამოსავალის გზები, რა შეიძლება იყოს და როგორ ხდება ის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი ასე მასობრივად არღვევს ადამიანის უფლებებს და ამდენი რეჟიმის ტყვე არის დღეს ქვეყანაში. დღეს ოპოზიციონერები საუბრობდნენ იმაზე, რომ დეტალური ინფორმაციები მიაწოდეს, მათ შორის როგორც დოკუმენტური, ასევე ვიდეო მტკიცებულებები თუ ფოტო მტკიცებულებები იმაზე, თუ როგორ ძალადობდა ოლიგარქიული რეჟიმი მთელი დეკემბრის განმავლობაში მშვიდობიან მომიტინგეებზე, რა ხდებოდა აქციებზე და როგორ იყო ქართველი ხალხის პასუხი, რადგანაც ოპოზიციის თქმით ქართველი ხალხი არც ერთ შემთხვევაში არ აპატიებს ოლიგარქიულ რეჟიმს იმას, რომ ქვეყანამ გადაუხვიოს ევროკავშირის გზიდან და საქართველო წავიდეს რუსეთის მიმართულებით. ამ ყველაფერზე ოპოზიციის თქმით ძალიან სწორი ინფორმაცია აქვთ დღეს ევროსაბჭოს მომხსენებლებს და ქართული ოცნებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციიდან გაჟღერებული, რომ ეს ვიზიტი მათი არანაირ შემთხვევაში არ იქნება იმისათვის, რომ ქართული ოცნების ლეგიტიმაცია მოხდეს და მათ მოუწიათ კიდეც თავიანთ განცხადებაში სწორედ ეს გზავნილი დაეწერათ და ამასთან დაკავშირებით ეთქვათ თავიანთი მთავარი სათქმელი. მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ეს არის ჩვენი რიგითი ვიზიტი, როგორც მათ განცხადებაში წერია და არ უნდა იქნეს განხილული როგორც პოლიტიკური მხარდასაჭერად რომელიმე მხარის ლეგიტიმაციისთვის. ეს იყო მათი მთავარი განაცხადი, როდესაც ისინი საქართველოში ჩამოდიოდნენ. ისინი არ აკეთებენ განცხადებას და ამბობენ, რომ თავიანთ ამ მთავარ გზავნილებს უკვე ასახავენ იმ მოხსენებაში, რომელიც უკვე სტრასბურგში იქნება მსჯელობის საგანი იანვრის ბოლოს, როდესაც გაიმართება სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია და ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ მათ თვითონ მოითხოვეს, რომ სურდათ შეხვედრა პოლიტიკურ პატიმრებთან, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან და დაფიონის დამფუძნებელთან ზვიად ცეცხლაძესთან. თავიდან იუსტიციის სამინისტროს მხრიდან არ იყო ამ საკითხზე თანხმობა, მაგრამ ახლა როგორც ჩანს უკვე შეთანხმება ამ საკითხზე არის მიღწეული და როგორც ჩვენთან პოლიტიკოსი ოპოზიციონერები ამბობენ, დღის მეორე ნახევარში უკვე გლდანის მერვე დაწესებულებაში მივლენ საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები და მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება. თვითონ მოიცმენენ უფრო სწორად დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით პოლიტიკური პატიმრებისგან, თუ რა მოხდა, როგორ დააკავეს ისინი, როგორ დაირღვა მათი უფლებები და ახლა რომ მხოლოდ არიან რეჟიმის ტყვეები და მათ ისინი რომ საპატიმროში არიან გამოკეტილები, ეს ყველაფერი არის მხოლოდ რეჟიმის გადაწყვეტილება და მათ მხოლოდ სურდათ ის, რომ ქვეყანა იყოს ევროპული გზით წავიდეს წინ და საქართველოში რეალურად ევროპული დემოკრატია დამკვიდრდეს. ეს არის ის მთავარი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც დღეს ოპოზიციონერებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს როგორც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს აღებული აქვს მთელი რიგი ვალდებულებები. ეს ვალდებულებები უხეშად დაირღვა არა მხოლოდ იმით, რომ არჩევნები გაყალბდა და ჩვენ ნახეთ საერთაშორისო შეფასებები, რომელიც არც სამართლიანად და არც თავისუფლად არ მიიჩნევს ამ არჩევნებს. გარდა ამისა, ის სისტემატიური დარღვევა ჩვენი მოქალაქეების უფლებების და ორგანიზებული ძალადობა, წამება და მშვიდობიანი მომიტინგეების
დარბევა, რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ასევე უხეში დარღვევა. დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე გააკეთა განცხადება, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას. პირიქით, დელეგაცია არის აქ იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები იმ რეპრესიების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, რასაც ყოველდღიურად ხედავთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან და სწორედ ამ მიზნით ისინი მათ შორის აპირებენ, რომ შეხვდნენ დაკავებულებს, ადამიანებს, ვინც იყვნენ და არიან ხელისუფლების რეპრესიების, ძალადობის, წამების და არადამიანური მოპყრობის სამიზნე. საუბარი იყო იმაზე, როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდეგ, მათ შორის რა ზომებს მიმართავს დე-ფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, საუბარი იყო წამების ფაქტებზე, საუბარი იყო იმაზე, რამდენად მოქმედო არის პოლიცია და მისი კადრები არსებობს, როდესაც ჩანს, რომ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, რაც დაორგანიზებული ტიტუშკები და პოლიცია სულიად მოქმედოა, საუბარი იყო იმაზე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორც განვითარდა მოვლენები, არც ერთი პოლიციელი და არც ტიტუშკა დასჯილი არ არის. ხსენით, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება, მანამ სანამ ეს ხალხი არ გაიმარჯვებს, ეს ხალხი, რომელიც ყოველდღე გამოდის რუსთაველზე, საბოლოო ჯამში გამოსავალი, ფინალი გავხსენით, რომ მხოლოდ ორი პუნქტია და უთხარი, რომ ჩემს მიერ მოვლენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები და შეიძლება თავი დავდო, რომ ყველასგან იდეას მოისმენს, რომ ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება, ახალი წესები და ახალი ადმინისტრაცია. ესენი არიან რაპორტიორები, მომხსენებლები, რომლებიც ჩამოდიან, სწავლობენ ქვეყანაში სიტუაციას ადამიანის უფლებების დაკავშირებით, ელაპარაკებიან ყველას და შემდეგ ამ ყველაფერს აჯამებენ და ამზადებენ ანგარიშს. ეს ანგარიშები შემდეგ გამოიყენება უკვე გადაწყვეტილების მიღები პირების მიერ, რომ მიიღო რაღაცა გადაწყვეტილებები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს დაასრულებენ ვიზიტს საქართველოში და როგორც უკვე გითხარით, ისინი მოამზადებენ საგანგებო მოხსენებას საქართველოსთან დაკავშირებით. საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დანიშნული არის 27 იანვრიდან სტრასბურგში და სწორედ საქართველოს საკითხზე არის ჩანიშნული დებატები 27 იანვარს და ამ საკითხზეც მათი მოხსენების დეტალებით სწორედ ამ დებატებზე იქნება განხილვის საგანი. მათი მხრიდან აქ საქართველოში ყოფნის დროს, როგორც თავადაც განგვიმარტეს, განცხადებები არ გაკეთდება. ეს არის შემფასებელი მისია, რომელიც საქართველოში რეგულარულად ყოველთვის ჩამოდის ხოლმე და ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს, თუ რა ხდება როგორც სამართლებრივი კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე პოლიტიკურად და რა თქმა უნდა ოპოზიციის მხრიდანაც მთავარი გზავნილი არის ის, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან, რომელიც შექმნილი არის როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით.